არ შეიძლებოდა ჩვენი პროექტი დასრულებულიყო ისე, რომ არ გვესაუბრა ალბათ ჩვენ დროის ყველაზე საყვარელ რაჭველზე. უნიჭიერეს ადამიანზე, რომელმაც ქართველ ხალხს ცეკვა რაჭული აჩუქა, დათუნიკას ხირტლაძეზე. რამდენიმე დღეში სწორედ 9 წელი გახდება ამ ადამიანის გარდაცვალებიდან. თუ არსებობს ხელოვანისთვის დიდებული სიკვდილი, ეს ალბათ სწორედ სცენაზე მაყურებლის ოვაციების ფონზეა. სწორედ ასე გარდაიცვალა დათუნიკას ხირტლაძე. ყველაზე მტკივნეული რაც ამ ამბავში არის ის, რომ ის 20 წელი ელოდებოდა შვილს და სწორედ მამის დაკრძალვის დღეს დაიბადა მისი ვაჟი, დავით თევდორე. ჩვენ დღეს ვესტუმრეთ დათუნიკას ხირტლაძის ოჯახს და მის მეუღლესთან, ქალბატონ მზია ჯინჭარაძესთან და მის ვაჟთან, დავით თევდორეს ხირტლაძესთან ერთად გავიხსენეთ ამ უნიჭიერეს ადამიანს. მოგძანდით. გამარჯობათ. გამარჯობათ, ქალბატონ მზია, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დაგხვდით ინტერვიუზე. ბევრი არ შემხვედრია თქვენი ინტერვიუ და მიხარია, რომ ჩვენ მოგვეც საშუალება, რომ აი თქვენთან ერთად გავიხსენოთ ეს უნიჭიერესი ადამიანი. როგორი არის იყო ესეთი ნიჭიერი ადამიანის მეუღლე სიცოცხლეშიც და აი სიკვდილის შემდეგაც როგორ გრძელდება მერე ცხოვრება აი ესეთი ადამიანი რომ გამოგეცლება. მადლობა თქვენ. რომ კიდევ ახსოვთ. რომ ახსოვთ. 9 წელი სრულდება ეხლა ეს კვირაში. როგორ წავიდა, აღარ არის აქ. სულ ახსოვთ. 20 წელი ვცხოვრეთ ერთად. მაგრამ ეს 20 წელი ჩემთვის არის ბედნიერების წლები. შეიძლება დღეს დათუნიკას ხარში გაჩენილმა ქვიმა თქვა, რომ მე დღესაც ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ მე მისი მეუღლე მქვია. მე მისი ქვილი მქვია. მე ვსწრე მის მემკვიდრეს, მამის ასლს, რომელიც ძალიან მორწყვია, მამას გავს. მაგრამ ეხლა რომ გენი მოქმედებს მასში და მინდა რომ ახალმა დათუნიკამ გაიაროს ისევ საქართველოში. არ იყო რთული მისი მეუღლეობა, მარტივი არ არის, მაგრამ არც რთული. მუდამ სავსე უნდა ყოფილიყავი ამ ადამიანთან სულიერადაც. და თავისი ხედვები ჰქონდა, თავისი პეიზაჟები ჰქონდა. არ უყვარდა მივხვდი, რომ აი თუ მაგისთვის ქალი ნახევით სავსე-ფოჩნად გადაიქცეოდა, ის მერე დაკარგავდა იქ ცხოვრების ხიბლს, არსებობას. ამიტომ მუდამ სავსე უნდა ყოფილიყავი, რომ არ ყოფილიყავი ბოლომდე წაკითხული მისთვის. სულ ახალი უნდა ყოფილიყავი. თქვა მქონდა ესეთი რაღაცა, რომ ღამე წამოდგებოდა შუაღამე და რაღაც ლექს დაწერდა, ამ თვალეს უცნაურად შეხედავდა და დაგიძახებს, თქვი ახლა შუაღამის 3 საათზე გადაგვიწოს, მაგრამ რომ არ აკვე, მისთვის ცარიელი ხარ. ამიტომ უნდა იყოს სავსე საათ უნდა აკვე და შენც უნდა უპასუხო, თვარე რა ლამაზია იგდეს. ან თვარი შობს ახალს, ან თვარი შეივსო და დაუსულდა და ახალი უნდა შობოს.
და იცით, ამიტომ მარტივიც იყო და რთულიც. რა თქმა უნდა, მის გარეშე ჩემთვის ცარიელია ყოფნა. მაგრამ უდიდესი ის დამაკისრა, რომ მე ვზიდო ის, რასაც ერთად ვზიდავდით. და საყვედუროდ გახდა რეუნები, რატო დამტოვე, რატომ წახვედი. მაგრამ ნება იყო ასე. ბედნიერია, რომ ვსწრიმის მემკვიდრეს და კარგ ბიჭს და ვცდილობ მისი ნაკვალევი, მისი ბილიკები, მისი სავალი გზები ნაბალახად გადავაქციო და გაგრძელდა სიცოცხლე. ძალიან უყვარდა ბუხარი და რო დაანთრებდა ამბობდა, თუ გიზგიზებს ბუხარია, დათუნიკას უხარია. და ამანთებ თებერეს ენებ, ეხლა რომ გიზგიზებს ბუხარი, მარიკოს უხარია და ეს ბუხარი არ უნდა ჩაქრეს ამ ოჯახში და ენთოს და ემილოს. რაღაცა ისეთი შთაბეჭდილება შემოქმნა, რომ მის გვერდით თქვენს ხელოვან ადამიანად ჩამოყალიბდით. ეხლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თქვენი თვალწინ ხდებოდა მისი შემოქმედება ფაქტიურად. ხო, ნახეთ, მე ვთქვი პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ ნახეთ, ალბათ მეც მქონდა მიდრეკილება ხელოვნებისკენ, მაგრამ ნათქვამი არის ახლა გამოსატანია, მაგრამ ცოფა ერთმანეთს მსგავსი იყო საერთოდ. მამამთილი ყავდა უდიდესი ხელოვანი გიორგის კეკლაძე. მე არ ვიცი, იშვიათია, ხშირად ვიტყოდი მაპატიოს ვაჟა-ფშაველა. აი რაღაცა ლექსონ წერდა უდიდეს ლექსებს, გავს მის შემოქმედებას და ამას თავის ტვინი ჰქონდა, ჩემი საკვიდან დანახული ლექსი დაწერა, რომელსაც თავის საკვიდან გასქეროდა რაჭას. და გიორგი სახში ზემოთ ტაბლასთან იკრიბებოდნენ სულ ხელოვანი ხალხი. უყვარდა მურმან ლიბანიძე, რომ მურმან ლიბანიძე რაჭველია და ის ზემოთ ცხოვრობდა, ჩამოივიდა, სულ შეუვლიდა. ნუ ქაფიანიძე, სანამ ზემოთონში წავიდა და აქაულიდა, აჩვაძე და მერე ბოლოს დათუნიკას ფრიდონ სულაბეძეს აქ უყვარდა სულ და მისი პატარა შვილი ფრიდონჭიკა ამ ოჯახში გაიზარდა და ეს ფრიდონჭიკა დღესაც დათუნიკას მამობილს ეძახის და მამას ეძახის და აი ამდენ ხალხთან ტაბლასთან რომ მიგავს ის ხაჭაპურია თუ მოგვიანე და მე ამათ საუბარს ყურს რომ მოგდებ, ეს ერთი ლექცია იყო, აკადემია იყო გიგას კეკლაძის ტაბლასთან ჯდომა და მოსმენა და მეც თითქოს მათ გავევსგავსე. მეც თითქოს არიოზე 5 საათზე დგები და გავსკერი შევძახე გიგას აგახარ. დათუნიკა დამტოვეთ, მაგრამ მე უფრო მეც გავაკეთებ ისე თქვენ. ნუ ეშინია. აი ესე ვიხარჯლიოთ ჩემს სიცოცხლეს. ჩვენ ძირითადად დათუნიკას შემოქმედებისგან ყველაზე გამორჩეული რაც არის, ეს არის ცეკვა რაჭული, რომელიც მართლა საჩუქარია მე მგონი მთელი ერისთვის და მე მახსოვს როგორ აიტაცა მერე ჩემს ბავშვობაში მოხდა ეს ამბავი და ბავშვთა ანსამბლებიდან დაწყებული ყველა როგორ აღტაცებული და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცეკვა და ეს თითქოს რაღაცა სხვა დანარჩენი მისი შემოქმედებიდან ამ ცეკვამ გადაფარა ასე ვთქვათ და აი მე მაინტერესებს ისეთი რაღაცები რაც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. აი ცეკვის მიღმა თქვენ ყველაზე კარგად იცით მისი შემოქმედება და ცოტა რამ ჩვენც რო გაგვაცნოთ. ეს ტაში ბიჭო გიორგონა ცნობილი ცეკვა რაჭული. აი ამ ოჯახში შეიქმნა სადაც თქვენს ეკავთ. იდეა, წყარო. საერთოდ არაფერი არ შეიქმნება წყაროს გარეშე. არის დაობენ ხალხური ალექსი, ხალხურია ის, მაგრამ ყველაფერი ხო წყაროა. თუნდაც ვერთვის პაოსანი. წყაროს გარეშე ვერთვის პაოსანი არ შეიქმნებოდა. აპარტიებს ერთად გადაუხვე, მაგრამ ხშირად დაობენ. ეხლა როგორ აქვს თავის იქ რომანია, ავთანდილ ტარიელო, ადამიანმა წაიკითხოს, მაგრამ ეს ხო რომანია არ არის, ეს ხო ბიბლია, რომის გასაღებებს ეძებენ და აიციან თქვენთან. აი ასე ეს რაჭული ცეკვა, რომელიც ყოველთვის სადავოა, საკამათოა, მან შექმნა, არ შექმნა, ეს ასე იყო ცეკვა. რა თქმა უნდა, წყაროა, ეს სანახშოზე რო დაждდებოდნენ შრომისგან დაღლილი გოგობიჭები და სანახშოზე რო იჭდნენ, რა თქმა უნდა, იცით, ყოველთვის იმართებოდა ცეკვა სიმღერა და იქ იქნებოდა ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით ილეთებს, საიდან მოვიდოდა, ხო? ეს ამას ათვალიერებდა, უყურებდა, ეძებდა, მთებში დადიოდა ლიხეთში, გლოლაში და იქ იყო სუფთა
იყვნენ მართლა სუფთა ადამიანები, რასაც ქვია და რაღაც ეყვავდნენ, უწყლფელად დებდნენ და ეს ამას ყველაფერს ისრუტავდა, ითვისებდა და მე ნახეთ, როცა დადგა ეს რაღაც, მე ამას აი რაც მთავარი შეიძლება დავარქვათ ღერო ამ ცეკვის, მე მამამისთან ერთად ვჭობდნენ ზემოთ ტაბლასთან და მამამის აქვს ლექსი დაწერილი კოხი წყალას პაპამ ყავდა. ესენი გავაძელები არიან და იმ ლექსში ეს წერს ბატონი გიორგი რომ სანახშოზე არიან, ალბათ გიორგი ახალგაზრდა იქნებოდა ამას, რომ წერდა და იქ თვითონ თავის ლექსშიც ამბობს, რომ აი მოგო გავდა ქეთო გოქალი, რომელსაც თმები დალალები კოჭებამდე სცემდა და ცეკოდა და იმდენად აღფრთოვანდეს სულ ამ ქალის ცეკვით, რომ აი ამ დროს წერს გიორგის ხიკლაძე ამ ლექსს, რომ მიდი ბიჭო გადახტი, გამოიცეკვე ეს გოგონა, არ გაუშვა ხელი, თორემ სხვა წაიყვანს და სხვა ჯიშს მოაშენებსო. და რა ჩადო, ტაში ბიჭო გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგონა, თორემ სხვა სტაკვება, სხვა გამოაჯავდეს და შენ კი დაგტოვებსო და აი ეს ჩადო მერე დათუნიკამ, რომ ამაგენ ნახეთ რამხელა რაღაცაა ჩადებული, რომ ჩვენი ჯიში არ გადაშენდეს. აი რატო ფლეფსტაოს არის სიღრმეში ბიბი იმდენად სიღრმისეულია ეს ცეკვა კიდევ არ იციან მერე უფრო გაიგებენ და ნახეთ ამ გოგო ვის და იმიტომ უთხრა რომ ჩავლე ხელი და მიყავს და არ გაუშვა თქო ამაზე ცეკვა ეწყო და იმდენად მარტივია ცეკვა თითქოს რომ არ არსებობს ქორწილი არ არსებობს დაბადების დღე არ არსებობს რომ ეს როგორ საფრანგეთში ცეკვავენ ხო ჩართო რაჭველმა და ფრანგები გერმანელები იმიტომ რომ ხო სიმარტივეშია ყველაფერი გენიოსობა და აი ეს იმდენად ჩაჯდა ქართულ ჯიშში სისხლში რომ იცეკვება ალალად იცეკვება კარგად იმიტომ რომ აგდებს ის ქართული გენის გამრავლება არ გაუშვა ქართველო ბიჭო ეს ქართველი გოგუნა თორე სხვა ჩაავლებს ხელს და ეს მამისა და შვილის ერთობლივი მამამ შექმნა ტექსტი შვილმაკი მუსიკაზე მის მიერ შექმნა მუსიკაზე ცეკვა და იმდენად კარგი გამოდგა როცა ბატონი გიგა იყო უკვე ავად და ვერ დგებოდა თავის შვილს უთხრა დათუნიკამ რომ ინახულა მიდი ბიჭო ქენიო რა გაიტანე ევროპაში ეს ცეკვა და იმდენად ისმინა ეთქობა უფალმა იმდენად შეასრულა მართლა გაიტანა ევროპაში ეს ცეკვა და იმდენად ცნობილი გახდა თითქმის ეს მე რაჭის გირგინს უწოდებ ამ ცეკვას და რაჭველების მხარიად უყვართ და დათუნიკამაც დღემდე მოვიდა ამ სიყვარულით ამ სახელით გაწუხებთ თქვენ ასე მოციყვარულეებს ამ ქართული ჯიშის გენის და მადლობა კიდევ ერთხელ რომ გიყვართ ეს ცეკვა გაინტერესებთ როგორ შეიქმნა ეს ცეკვა და მოხედით იმ ოჯახში, სადაც მამა და შვილი ბევრს ფიქრობდნენ ამაზე, ბევრ ნახაზებს აკეთებდნენ, შეიქმნა და მე რა თქმა უნდა ვალდებული ვარ ეს ოჯახი ამიტომ მიდგეს ფეხზე. და უფრო მეც იტყვის კიდე მისი მემკვიდრე ბიჭი, რომელსაც ჩავთავ ამ საუბარში, მას ცხვენია და არც ცეკვაზე დადის, არც მერის, მაგრამ ერთხელ მითხრა, როცა საყვედური უცხარი, არა დედა, შენ გონიალე ცეკვა არ ვიცი, მე სისხლში მაქვს ცეკვა. მამამ თავისით ისწავლა, მეც ვისწავლი. აბა რატომ არ ცეკვა? მე მცხვენია. ისე მითხრა მე მცხვენია, მე მივხვდი რატომ მითხრა. ის თავისას იტყვის. ალბათ მეტ პასუხს მგებლობას ვგზნობ როგორც ასეთი გენეტიკის მაიტანში. მე არ შემეშალე. ხო, რა მე ისე არ დაუშვა. მე ცოტა სცენაც ვერ შეიყვარა, იმიტომ რომ ერთხელ თქვა, მე სცენამ წამართავ მამა. ეს ხო სცენაზე ტოვებს თავის სიცოცხლეს დათუნიკას ხილაძე და თავისთავად მივედით ამ საკითხზე მათ მამაშვილობაზე და მე ვიცი რომ ალბათ ძალიან მკვნეულია ამ ისტორიის ახსენება თქვენთვის მაგრამ აუცილებლად მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ ხო ბატონი დათუნიკა ელოდებოდა ძალიან დიდი ხანი მე შვილს მემკვიდრეს და რაღაცნაირად ძალიან ტრაგიკულად მოხდა ისე რომ სწორედ როცა თქვენ აი ეს დღე-დღეზე ელოდებოდით შვილს მოხდა ის რაც მოხდა და ალბათ მე გასაწყისშიც აღვნიშნე თუ არსებობს ხელოვანისთვის დიდებული სიკვდილი არის ალბათ რა ვიცი ყველაზე დიდებული რაც შეიძლება ხელოვანმა ადამიანმა სცენაზე აპლოდისმენტების ოვაციების მაყურებლის თვალწინ ადამიანი აღესრულა და ძალიან დიდი ტრაგედია რა თქმა უნდა მაგრამ ხელოვანისთვის ეს არის ალბათ თავისი სიცოცხლის რაღაცნაირი
გვირგვინი ყველაზე საყვარელ ადგილზე. ეს ესე მოხდა და თან დაემთხვა, რომ თითქოს რაღაცნაირად ადგილი გაუცვალა ოჯახში მის მემკვიდრეს და აი ამაზეც რომ მოვუყვეთ თქვენს ცოლქმრობა და თუ ძალიან ისეთი არ იქნება ამ მოლოდინის წლებზე არ ხშირად არის ხოლმე რომ ესე ხდება რაღაცა ოჯახი ხშირ შემთხვევაში ან ძალიან შეიკრება გასაცელის გამო ამ პირიქით აი როგორ იყო ეს 20 წელი დავით თევდორეს ლოდინით და მე როგორ გაგრძელდა როცა თქვენ მოგიწიათ აი ორივე დედის და მამის როლისაც და ტვირთის შეთავსება. აი ამაზეც რომ ვესაუბრებ. ნახეთ, ეტყობა გამორჩეული იყო დაწუნებას კრიტიკაზე საერთოში. და ჩვენს უფლის წყალობით შევხვდით ერთმანეთს. ეს არ იყო შემთხვევითობა. და მე მინდა თქვა კიდევ ვიდაოჩა, რომ დათუნება არის ადამიანი, იყო და ჩემთვის არის ადამიანი დღესაც და ადამიანი ორკესტრი. ის იყო ყველა საკითხი მიჭრილი. ის იყო წყინვალე ქართველი მასპინძელი. ის იყო წყინვალე ქართველი თამადა. სიმღერის ფლობელი, ცეკვის დამდგმელი, მოცეკვავე, ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა. კაცი ორკესტრი, სიყვარულით დამთავრებული. მე ხშირად ჩვენ არ ყავდა და გრძელდებოდა ერთ შვილი, მე ვაწუხებდი ამ საკითხზეც. ძალიან ზიამაღლებული იყო ყველაფერზე ეს ადამიანი. იმ უშვილობასაც თუ დავარქმევთ ამას, იმ რაღაცასაც იტყოდა, ნებეულობ, ჩვენ თუ ღმერთმა ალბათ ეს ასე გააწესა, ჩვენ ასე ვიყოთ. რატო განიცდი, რატო ეწინააღმდეგები ღმერთს? და რამდენი ეს კაცი იყო ბერი სამოქალაქო კასაცმელში ჩაცმული, ეს დადიოდა. და იმ ცეკვაში უკან დავბრუნდები კიდე რომ გამომჭა, მან არის ერთი ილეთი, რასაც ქვია ხარის ილეთი. აი ხარი ასე ხო აკეთებს თორს. აი ამასაც რომ აკეთებს, იქ ხარი ხო ჩვენი კულტია საქართველოსი. აი ისიცაა აქ ჩადებული. უამრავი რაღაც იმ ცეკვაში და ეს ადამიანი და მე რომ ვაწუხებდი რომ აი შვილი მოდი რა ავიყვანოთ ვიღაც ობოლი და გავზარდოთ მეტყვა თუ ასე გინდა. არა, ეტყობა მეც ქვეცნობერი მკარ ნახობდა რაღაცას რომ არა, მე მინდა შენი ჯიში, შენი გვარის, რომ აი შენი მოხდეს, შენი განმეორება მოხდეს. ეს არ ხდებოდა, მაგრამ 20 წლის მერე არ ვიცი მე უფალმა მიმადინა ამ გზაზე რომ ამ გზით მოსულიყო ჩვენ ოჯახში ასეთი ბიჭუნა, მისი სისხლი, მისი ჯისის, მისი ჯილაკის და მე რო ეს თქვი მაინც წინადად არ გაუწევია. კიდე გააკეთე, მეთი დაგვეხმარება. მოხდა მართლა სასწაული, დაუჯერებელი ეს ფაქტი და სიხარულით აღარ არის ეს ადამიანი, დაფრინავს. და ძალიან უყვარდა ბავშვები და როცა გითხრეს რომ ეს ბიჭია დაწუნებას კონცერტი აქვს იურმალაში. და მე ვეუბნები რომ არ თქვა არცაც ერთ პირველ დასაწყისში მალავდით ჩვენ ამ ამბავს და მე ვთხარი ბიჭია. და მე მეუბნებიან ეგ არის ბიჭები. რა უთხარი ასეთი მას შენ ტელეფონში რომ სცენაზე რომ გავიდა ისე იცეკვა და იმ პერიოდში თავმჯდომარე კომისიის ყოფილა ალა პუგაჩოვა და რო წამოხტაო ყვირილი დაიწყო არიოლის კავკასი. აი და მე რო ვკითხე მე ვიუძღვენიო იმ ჩემს შვილს ეს ცეკვა. იმდენად უხაროდა და სხვათა შორის ესეც ვთხოვა შეიძლება რომ პაპის სახელი დავარქვათ თევდორე. ეს მისი დარქმეული სახელია. როგორ არა კი ასე გვაჩუქა თევდორე, მაგრამ საუბედუროთ ნახეთ რაღაც სასწაული ხდება განგება ბუნებაში, რომ თითქოს ეს გზა არაღთიური იყო. და რო არაღთიური იყო და ეს კაცი ზებუნებრივი რო იყო და ღთიური და არანაკლებ მეც ეკლესიაში დავდიოდი და ღმერთს ხშირად ვეხმიანებოდი და ვაწუხებდი, მაგრამ სხვათა შორის ღმერთს კი უთხარი თუ არაღთიურია შემიშალე, თუ ღთიურია დავეხმარე. რაღაც გამოსესწრით დავაყენე მაპატიოს უფალმა და მოხდა და ნახეთ სულ გაგვასამე სულაზე ლოცულობდი გვაჩუქა ბიჭი სამაგიეროდ წაიყვანა დათვებული.
რომ ეს ცოდვაც მოხსნა ამ ოჯახში ამ ბავშვს და გაუსუფთავდა და როცა დათუნიკა ამ სახს ტოვებდა უკვე და თავის მარადიულ სახში ესვენა მაშინ დაიბადა ბავშვი გაირინდა ყველაფერი გაირინდა ზამთარი იყო დიდი ფოვლი იყო ფიფქები მოდიოდა უამრავი ხალხი იყო ტაში გააცილეს და ჩემი მეგობრები იყვნენ აქ ჟურნალისტები და ჩართეს იმ ბავშვის ხმა ელილეს და იქ პოეტი იმან უთხრა უკვე აღარ გიტირებ დათუნიკა ნაპერწკალიანი თო შენ სახშიო და აი შეხვდნენ ჭიშკართან თევდორეს შემოდიოდა ის გადიოდა მაგრამ რაღაც რას ვხსნოთ იცით ის სული ვერ წავიდა თევდორეში დაბინავდა ასე გავაცილებთ დათუნიკა და მის მერე ფულიას ვიდო მე ჩვენ ეს უკვე 20 წელი გავიდა რა ასაკში ბავშვი გაზარდო იყო მამაც იყო ბაბუაც იყო ბებიაც დედაც და ყველაფერი რაც აქ იყო ქართული და ქართველური ყოფა ბავშვს აჩვენოდა გადასცენ მაგრამ ამაშიც ღმერთი მეხმარება ძალიან რომ შევძლო გავაკეთო და იცოდეს აი იშვიათია ხოლმე ეს და მე ვხვდები რომ თუ ცხოვრობ სწორი გზით ღმერთი არის შენთან და ჩვენთან არის ღმერთი აი ესე ვართ ჩვენ დღემდე მე რაც შემიძლია უნარჩუნო ყოფას იმდენად მასწავლა დათუნიკასთან ურთიერთობამ რომ სულ სხვა ადამიანად ჩამოვარდა შეიძლება არ ყოფილიყავი თქვა სულ ყოფილი ადამიანი გავხდეს სულ ყოფილი ადამიანი არაფრით არ შემიძლია გზას გადავხვდე და სხვა ზოგადად რომ ხალი ვარ შეიძლება რაღაცა მომენტს რაღაცა მათენა მომენტს არა იქ წერტილია იქ არ შეიძლება სხვანაირად თითქოს ჩარჩოში ვარ დათუნიკას ჩარჩოში არ შეიძლება რომ დილას არის სურათი იმიტომ აქვს შემოსაგებებში დღემდე მასპინძელია დათუნიკა ხდება რომ გავდივარ დილას ამას იცის ვასწავლი გამარჯობა დათუნიკა ვისალმებით შემოვდივართ 8 საათზე და არ უყვარდა ქალი ქვიან რომ შემოვიდო და საძახარა ჩვენ ვართ საქმე მაინც მისი წესებით კი მისი წესებით ხოლმე დღემდე რომ შემოვალ ჩვენ მოვედით თუ რა გავგვიანდება არ გეწყინოს ან იქ ვიყავით ან რაღაცა იმიტომ რომ ეს ბავშვმა ისწავლოს ეს ბავშვმა გაიგოს და რა ვიცი ჩვენ ვართ ფოლკლორიც იყო ამ ოჯახში ჩემი დედამთილი წინვალი ქალის ქართველი ქალის სახე და მინდა რომ ეს ყველაფერი გრძელდებოდეს კარგი ქართული ოჯახი შეიქმნას თევდორეს სახით ამ სახლში და ასე მსგავსი ქართველები მრავლდებოდნენ და იყვნენ საქართველოში ეს მისია დამიტოვა მე მან ეხლა მოგვიყევით თევდორეზე როგორი ბიჭია თევდორე ჯერ ეს მოგვიყევით შემდეგ როგორ გრძელდება აი მათი მამაშვილობა ისე რომ აი მამის გარეშე აი როგორი გამოკიდებულება აქვთ ურთიერთობები რაღაცნაირად ესეთი მაინც თითქოს მოყვება ხო ის მამისთან ესეთი მამის აჭრდილი თუ ხატი და აი როგორი დამოკიდებულება აქვს მამის ყველაფერი გვაინტერესებს მოკლედ თევდორე არის კარგი ბიჭი ეს უფალმა აჩვენა მას კარგი ბიჭობა გადმოვიდა ყველაფერი მამის გავს ძალიან გავს გარიგნობით ხასიათებით და ქცევით აი მე ბევრი სწავლა ამჭირდება ზოგჯერ ისეთ რაღაცას გამოავლენ საზოგადოებაში როცა ჩემი ეს საიდან იცის არის მამის სახელი ეხლა რა არის ეს თქვა მობრძალება ბოდიში მადლობა მოხუცოდა ინახავს გაეკიდება ჩანთას გამოართვევს მიატანინებს თუ მიდის გზავი გააჩერე არ დატოვა გადაჯდება უკან მანქანაში თუ ვინმე ძალიან სკივა აწუხებს დეცოდვა რაღაცა მირცეთ ეს ყველაფერი არის მამამისის აი უბრალოდ მე მჭირდება რომ გაუღვიძო ის მიძინებული თუ აქვს ამიტომ ამიტომ ძალიან დიდი მადლობელი ვარ მამა უყვარს ძალიან და
ერთ დილას მითხრა, ეხლა ახალ პერიოდში მითხრა, რომ ხო, ნინო მასწავლებელმა ჩაატარა ისა ბარბარობის დღესასწაული და იქ ბავშვები რო ზიან, თევდორეთ გას რაღაც საფრთხეცელს და მე ზის და მეორე ბავშვს უსმენს. მე არის ნახე თუ არა ის დადო იმ მასწავლებელმა ის და დავინახეო და დათუნიკას ჯდომა ეს გახედვა, აი გამგვიჟდიოდა ეძებს იმ სურათს დათუნიკასი, როგორც ზის ეგ არის და ზუსტად დადო დათუნიკას სურათი და ამისი ჯდომა. ნუ ერთ-ერთი და მე ვხედავ რომ მე არასდროს არ მინახავსო დათუნიკაო, მაგრამ ვხედავდი ვიდეოებში და ვხედავ რომ ახალი მარგალიტი იზრდებაო და მე ნინო მასწავლებელს მადლობა ვუთხარი და ნუ ამასთან ზირადა ვეუბნები. ხედავდე მამა შენ როგორ უყვართ, როგორ პატივს ცემენ და შენ მე მგონი ბედნიერი ბიჭი იქნები მეთქი და ეხ დედაო, მე ბედნიერი არასდროს არ იქნებიო, რატომ მეთქე? მე ხო კარგი მამა და კარგიო. მე ხო მამას არ ვიცნობო. და აი ბავშვი გრძნობს, ბავშვი ამას განიცდის. არა უშავს დედა, მამა ხო ჩვენთან არის, მამა ხო ჩვენ ხედავს. და შენ მოგეშინია და იცი ძნელია როცა შვილი მამას კარგავს, ისე კარგია რომ დედა რჩება, მაგრამ რაღაც წარმოიდგინეთ ხეფესვის გარეშე. ხეფესვის გარეშე ხო არაფერი არ არის და აი რაღაც ესია, მაგრამ აი ეს ფესვიც მე რომ უნდა ვიყო. აი ეგ არის რაღაც სასწაული და სულში რომ გაუბრაზდები და არ მინდა რომ გაუღიმო მერე. და ისე დაეძინება გაბრაზებულს, მე ჩემთვის განიცდი, უყურებ, მეცოდნა, მაგრამ რა ვქნა, ვერ მოვეფერები, იმიტომ რომ მინდა რომ გაიზარდოს კარგი ბიჭი, ვაჟკაცი, მაცველი და უფერებაც დაწუხოს ერთად არ გამოვდა. რიგრიგობით ვიცეს არის გამოტანილი ალბათ არ არსებობს იმაზე დიდი ფესვი და დიდი მემკვიდრეობა, რაც მამამ შეიძლება შვილს დაუტოვოს, რაც მისი კარგი სახელია, ხო, მამის და ალბათ დავით თევდორე არის უბედნიერესი ბიჭი, ისეთი მამის სახელი აქვს მას მემკვიდრეობა და რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკული ამბავია ეს ესეთი რაღაცნაირი მამაშვილობა. თითქოს არ შემდგარი მამაშვილობის ისტორია, მაგრამ ალბათ ისეთი მამის სახელი აქვს მას მემკვიდრეობად, რომ ამით ოლსამაყი. მე იმიტომ ვამბობ, რომ არ არის არ წაიქცევა, ყველგან დახვდება. მამამისი მას ეყოფა დიდხანს და თან ხო, რა ვიცი, ხო, ხელოვნური ინტელექტები რომ შემოვიდა, მაგის გამინდოდა, ახლა ეკითხება და ჩემთვის ზივა რაღაცა ჩაფიქრებული ვარ და ისაო, მოდი ნახევდი და ხელოვნური ინტელექტს შევეკითხეო, თქვენ დათუნიკას სპექტაკლს იცნობთ? ნახე რა მიპასუხო, გახარებული შემოვარდა, რა ეს არის მსოფლიოში ცნობილი პიროვნება, ქორეზე მიკითხავს ამას და უხარია. ხედავდე და რა მამიშვილი ხარ? და შენ უფლება არ აქვს რომ არ გამოხედე მსგავსი და კარგი და ესე ჩაფიქრება და წავა. ნუ ესე თოროთ რა, მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ ორმეტულაში, რომ ჩვენ ქვია დათუნიკას ცოლშვილი. შეაფუსფუსოთ იქ ძეგლი მაქვს გაკეთებული დათუნიკასი და რაღაც მინდა ეს რაღაც ლამაზი ყვავილები მქონდეს, მაგრამ არ მახარებენ, თხელი დარბიან, ესენი დარბიან და ბოლომდე ვერ ვაკარებ. ყველაფერს ხო ფინანსები უნდა, იმდენი საშუალებაც არ არის, რომ ეს რაღაც იქაც მუზეუმად გადაუქცევ, მაგრამ ვეცდები რომ გავაკეთო და სული ფუსფუსობ, სული ვაკეთებ საფრთხის ამთარში და მოკლედ მადლობა დავიც. იცით, მე მარტო აღზრდ თავს კონტროლობდი. მე სულ ვესაუბრები და მესაუბრება ყოველ ალიანს. ეხლა ბაბუაც უყვარს ამას, მე სულ ბაბუას ვაყვარებ და ქარს ბაბუამისაც და მე დავწერე ესეთი ლექსი. შეიძლება ვთქვა? რა თქმა უნდა. თევდორეს რომ აი ეს ცოდვა და ღმართ რომ ბაბუამინ არის რაღაც და მე ვიცი, ბაბუას სახელი დიდია. ბაბუას გიორგი ქვია. პოეტის გულით არის და პოეტი არა ქვია. სუპის ბაბუა შოთა, სუპის არაფრად ვარგია. შენ საძებარი არ აქვს. პოეტის სახლი აქვია. ბაბუას სახლში რაც ატევს, საშვილიშვილო კაცი. ხოდა თევდორე ბაბუას პოეტი რატომ არ ქვია? იმის საქმეში ჩარევა
ბიჭო, ჩვენი საქმე არა. აი მე ეს უცხარი ფაშდა, სულ ფიქრობს და უხარია და მას კაი ბაბუა ყავდა. და უთხარი, რომ მაგ განძია, სარბენი არა. იმდენი წიგნები დევს მათი დაწერილი, იმდენი მამამისის ლექსები დევს. ამებს ყველაფერს შეისტრუსავს, კი არის სწავლის მეპირატე, შეისწავლის. რა თქმა უნდა, ალბათ გამოვა ადამიანი და მეცხედიდან შევუწყო, რომ იყოს აუცილებლად და მადლობა თქვენი იმისთვის, რომ ამ ოჯახის ასეთ ტრადიციებს აგრძელებთ მარტო ესეთ კარგ ჩვენს ვერდით და დარწმუნებული თქვენი პროექტი აუცილებლად იმდენ ხანს გაგრძელდება, რომ ჩვენ აუცილებლად დავაშუქებთ დავით ბერბერეს შემოქმედება სცენაზე. მე ამის მჯერა და მადლობა დღევანდელი ინტერვიუსთვის და დახვედრით და ერთად გავხსენეთ ესეთი იდეალური შემოქმედი უნიჭიერესი ადამიანი. მადლობა თქვენ. მადლობა რომ გავსვათ, მადლობა რომ აიხელებით ამ შიშორეს რაჭაში მოხვიდეთ, შეერთმიანოთ მითი გარდაცვალებიდან 30 დეკემბერს გავაცილებთ ჩვენ 9 წლის უკან დაწმეტას ხვიკლაზე და აი თქვენ მოხვიდეთ რაღაც სასწაულად ნიკოლოზოვის მეკლეცი ყოველთვის ეს ადამიანი საერთოდ და სრულოცავდა სპირით საქართველოს ფილარმონიიდან. აი თქვენ ხართ თქვენს ის ოჯახში მეკლეები. სიხურულო მადლობა რომ დავით თევდორის სტეპლაზეს ალბათ მართლა ვიხილავთ რომ სცენაზე გააიქეთ და ერთად დავბრალთ დასს. მადლობა